ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ქართველი ჟურნალისტის ამ ტექსტით ასეთი შინაარსით ევროპული სახელმწიფოები ცალ-ცალკე მათი საელჩოები და ყველა ერთად დღეს სოციალურ ქსელში მზიამაღლობელის საქმეში განაჩენის დადგომიდან 1 წლის თავს ეხმაურება ცალ-ცალკე აქვეყნებენ საელჩოები განცხადებას მთავარი შინაარსი კი საერთოა ისინი თანხმდებიან რომ მზიამაღლობელის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი რომელიც მას აკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არის არაპროპორციული და რომ ქართველი ჟურნალისტი ციხეში ზის ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესის გამო შესაბამისად დღეს კიდევ ერთხელ ხელისუფლება იღებს მოწოდებას რომ გათავისუფლდეს ქართველი ჟურნალისტი. მზიამაღლობელის განაჩენის გამოტანის წლის თავზე ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ზუსტად 1 წლის წინ ამ დღეს ცნობილ ქართველ ჟურნალისტ მზიამაღლობელს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლონეთის საელჩო თბილისში შეშფოთებას კვლავ გამოხატავს, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზიამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. მართალია 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზიამაღლობელის საქმეში განაჩენი გამოიტანა, თუმცა ის პატიმრობაში უკვე წელიწადზე მეტია და მთელი ამ დროის განმავლობაში და მათ შორის სასამართლო პროცესები 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სახელისუფლებო პარტიის მიერ წარმოებული პროპაგანდის პირდაპირი თავდასხმების, ბრალდებების, ასევე ცრუ მოწმეების დაკითხვის ფონზე და შესაბამისად აქ სახელისუფლებო პარტიაც არ მალავდა საკუთარ ინტერესს მზიამაღლობელი ციხეში ზის პოლიციელზე სილის გაწნის გამო და ის ბრალდებები, რომელიც პოლიციელთან დაკავშირებით ჩვენ მისგან და მისი ადვოკატების მხრიდან მოგვისმენია, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ აქვს გამოძიებული და თავად ეს საქმე ქართული კრიტიკული მედიისთვის არის სამაგალითო დასჯა ქართველი ჟურნალისტისა იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს შიში სახელისუფლებო პარტიის მიმართ, ამას ამბობენ ჟურნალისტები და მზიამაღლობელის ადვოკატები. სინამდვილეში მზიამაღლობელი ისჯება მაგალითისთვის, იმისთვის რომ ჩვენ ყველანი დავექვემდებაროთ შიშს, დავექვემდებაროთ იმის განცდას, რომ შემდეგი შეიძლება იყოს რომელიმე ჩვენგანი და ამან იმუშაოს როგორც გამყინვარება ეფექტმა, მაგრამ და ეს გაკვეთილი იყოს ჩვენთვის და მინდა გითხრათ, რომ დიახ, გაკვეთილი მართლაც შედგა, მოკლედ გაკვეთილი სულ სხვა მიმართულებით. ეს არის გაკვეთილი იმისა, თუ როგორ არ ექვემდებარება პატიმრობას, როგორ არ ექვემდებარება გისოსებს ადამიანის ღირსება, ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისკენ და მზიამაღლობელის მაგალითი არის სწორედ იმის ჩვენება, იმის შეხსენება ადამიანებისთვის, რომ ჩვენ გვევალება ბრძოლა იქამდე ვიდრე გვიან არ არის. უბრალოდ 1 წელზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ წელიწადნახევარზე მეტია მზიარი უკანონო პატიმრობაში და მოთხოვნა არის კვლავ ჩვენი იგივე რომ ის უნდა გათავისუფლდეს როგორც უკანონო პატიმარი. მზია სჯეროდა და ეხაც სჯერა, რომ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლება არის, შეიძლება პლაკატურად ჟღერს, მაგრამ ასეა, რომ მიიღონ ინფორმაცია, ამისთვის შრომობდა ის მთელი ცხოვრება და ამისთვის ჯიან და ესეთი ფორმით დასჯით სურთ ყველა მოქალაქეს დაშინება. სახელმწიფოს უნდა გამოეძიებინა მზიას წინააღმდეგ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლის შესახებაც ის საუბრობდა და ეს მოხდა მისი დაკავების შემდეგ. ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში. სისტემა, დღემდე ისევ ანგარიშს უსწორებს ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანერგილად რომ ვთქვათ, არ არის სახარბიელო და ამით სურს ყველა იმ მოქალაქის დაშინება, რომლებიც ისე ცხოვრობენ და ისე შრომობენ, რისიც სჯერათ. სულ რომ არაფერი იცოდი ამ საქმეში და მხოლოდ სასჯელს მიაქციო ყურადღება, მხოლოდ სასჯელი გეტყვით
რომ ეს არის манипулირებული საქმე და ემსახურება მხოლოდ ანგარიშ წორებას, იმიტომ რომ არაერთხელ მითხრობს ვერ ნახავს სხვა მსგავს საქმეს, მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებით, სადაც სასამართლოს დაედგინოს პატიმრობა. ამას ხაზგასმით ვამბობ. რა შეიცვალა მას შემდეგ იმ მოცემულობით ქვეყნის შიგნით ცხადია არაფერი, გარდა იმისა, რომ სამივე ინსტანცია ჩაიარა ისევე როგორც მოსალოდნელი იყო, ანუ არაფერი შეცვლილა არც ერთი თვალსაზრისით. სტრასბურგში გასაჩივრებულ, ანუ არის გაგზავნილი 4 საქმე, სიასი. პირველ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება პატიმრობას, პატიმრობის უსაფუძვლობას, კომუნიკაცია დაწყებულია, ფაქტიურად და გადაწყვეტილებას დაწყებულის და დასრულებულიც არის და გადაწყვეტილებას ველოდებით, უკვე განხილვაშია. შემდეგი 3 საქმე და ძირითადი საქმეც უკვე გასაჩივრებულია. უკვე ასე ვთქვათ, ნომერი სასამართლოს მინიჭებული აქვს და რეგისტრაციაში გატარებულია. ველო და არ ვიცით, ველო შესაძლებელია ერთობლივად იმსჯელოს სასამართლომ ყველა ჩვენ საჩივარზე, შესაძლებელია, ანუ ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღოს პატიმრობასთან დაკავშირებით და შემდეგ დანარჩენზე. რატომ 4? იმიტომ რომ ძალიან ბევრი პლასტი აქვს ამ საქმეს. და ამიტომ 4. ამიტომ არაფერი არ დამთავრებულა ქვეყნის შიგნით ცხადია და ველოდებით გადაწყვეტილებებს და დარწმუნებული ვარ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს მზია ამაღლობელის საქმეში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას სხვა მუხლებს. ზუსტად ამ დღეს შარშან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა გადაწყვიტა, რომ მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების აღკვეთა 2 წლით მომხდარი იყო და იმის გამო მოხდა, რომ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე სილის გაწნა სახელმწიფოზე შეტევად აღიქვა ქართულმა ოცნებამ, როგორც გითხარით, სასამართლო პროცესს თან სდევდა სახელმწიფო პარტიის კომენტარები და ლიდერების თავდასხმები მზია ამაღლობელზე. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ინტერესების დამცველები საუბრობდნენ არაერთხელ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. ფაქტობრივად მან დაკარგა მხედველობა, პატიმრობაში ყოფნის დროს კი გახდა არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის ასევე სახაროვის პრემიის მფლობელი და გარდა ამისა მზია ამაღლობელის სახელგვარს ბევრჯერ ამოვიკითხავთ საერთაშორისო დოკუმენტებში, ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხდა მისი საქმე და ყველა ვინც საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით მზია ამაღლობელზე საუბრობს, გარდა ქართული ოცნებისა, ამბობს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.